ყველაფერი ან არაფერი. ეს ძალიან მტკივნეული პარადოქსია. სურვილი იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იდეალურად, ძალიან გვიშლის ხელს. ან საერთოდ არ ვიწყებთ არაფრის კეთებას, ან უსასრულოდ ვაჭიანურებთ. ხვეწავთ, ვიცდით, ვაშალაშინებთ, მაგრამ ბოლოს საკუთარ თავს მაინც ვეუბნებით. ჯერ არ ვარ საკმაოდ მზად. ეს იმდენად დამღლელი მდგომარეობაა, რომ ადამიანი შეიძლება აპათიამდე და დეპრესიამდეც კი მიიყვანოს. მაინც როგორია პერფექციონისტის იდუმალი შინაგანი მდგომარეობა, მაშინ როდესაც მისი ცხოვრება გარეგნულად იდეალური ან თითქმის იდეალური ჩანს. მისი პირველი შემაწუხებელი ილუზია არის კონტროლის ილუზია. მაგალითად ავიღოთ პერფექციონისტი ქალი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ცხოვრების ყველა სფეროს და ასპექტს თანაბარი წარმატებით იდეალურად აკონტროლებდეს. უნდა იყოს იდეალური ქალი, ცოლი, დედა, შვილი, იდეალური დიასახლისი, თანამშრომელი, მეგობარი. ამისთვის თავდაუზოგავად იღწვის. მაგალითად, თუ გადაწყვეტს, რომ იდეალური დიასახლისია, უსასრულოდ ალაგებს. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ რამდენადაც ბევრი არ უნდა ალაგოს, მაინც გულის სიღრმეში სულ რჩება ფიქრი იმ რომელიღაც ზედა თაროზე, რომელიც საკმარისად იდეალურად გადაკრიალებული არ აქვს. შფოთავს. ამის მიზეზი კი სინამდვილეში ის არის, რომ სინამდვილეში ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია. ჩვენზე დამოკიდებული უბრალოდ არ არის. ერთშვენიერ დღეს შეიძლება ცხოვრების ერთი ასპექტი უბრალოდ გაგვექცეს ხელიდან და ამან გამოიწვიოს ის, რომ მთელი ჩვენი იდეალურობის ილუზია საპნის ფუშტივით გასკდება და გაგვიჩნდება დაკარგულობის შეგრძნება. სხვათა შორის, ხშირად, როდესაც დამინახავს ცხოვრებაზე ბოლომდე ხელჩაქნეული ადამიანი, გამჩენია ხოლმე განცდა, რომ ალბათ ასეთია გადაქანცული პერფექციონისტი, რომელიც დაღალა ბრძოლამ, დაღალა სწრაფვამ დევიზისკენ ყველაფერი ან არაფერი, ცხოვრების რომელიღაც ასპექტი გაუსხლტა ხელიდან და შემდეგ ყველაზე ჩაიქნია ხელი. ალბათ აი ხშირად გვსმენია ვიღაცაზე უთქვამთ, რომ ისეთი მაგარი ბიჭი იყო, ან ისეთი კარგი გოგო იყო, რა დაემართა, როგორ უკუღმა წაუვიდა ცხოვრება და მე კიდე მგონია ხოლმე, რომ რაღაცა მოხდა მათ ცხოვრებაში, ერთი იდეალურობის ილუზია დაკარგეს საკუთარ თავზე და მთლიანად ჩაიქნიეს ხელი ყველაფერზე. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ არ გვინდა ამ ფორმატში ასეთი დრამატიზება, დაუბრუნდეთ ხელჩაუქნეველ პერფექციონისტებს და ფრიადოსნებს და ვნახოთ კიდევ რა იდუმალი შინაგანი განცდები შეიძლება აწუხებდეთ, გარედან რომლებიც არ ემჩნევათ ისეთი. მაგალითად, ისინი არასდროს ან თითქმის არასდროს არ არიან კმაყოფილები, არც საკუთარი თავით და არც საკუთარი ცხოვრებით. გარდა ამისა, ძალიან უჭირთ ცხოვრებით ტკბობა. რადგან აი ცნობილი პოსტულატი აქ და ამჟამად ყოფნა მათთვის არის რაღაც წარმოუდგენელი რაიმე. ისინი მუდმივად იბრძვიან იმისკენ, რომ აი რაღაცა კარგი მომენტის თუ კარგი ეპიზოდის შედეგები სასწრაფოდ გაუზიარონ სხვებს. ერთი სული აქვთ, როდის მორჩება ეს ბედნიერი დღე დავუშვათ. რათა გარედან მოსული ემოციით იქნებ როგორმე შეავსოს ის შინაგანი სიცარიელე, რომელიც ხშირად აწუხებს. ტაში, მეგობრებო, ეს არის მისი ერთადერთი, მაგრამ სამწუხაროდ ხანმოკლე გამოსავალი და შეღავათი. პერფექციონისტს ასევე სტანჯავს ეჭვიანობა, იმიტომ რომ იგი მაქსიმალურს აკეთებს ურთიერთობისთვის, ნემსის ყუნჩი ძვრება თავს არ ზოგავს, მაგრამ ეჩვენება, რომ მის კუთვნილ სითბოს, ყურადღებას და სიყვარულს იღებს სხვა ადამიანი, რომელსაც ეს არ დაუმსახურებია. პერფექციონისტი აღშფოთებულია, ძალისხმევას აორმაგებს, მაგრამ ეს პრობლემას არათუ არ აგვარებს, არამედ პირიქით აღრმავებს კიდეც. პერფექციონისტს ჭეშმარიტად ჯანმრთელი ურთიერთობის დამყარებაც არ ეიოლება, თუმცა ამას საკუთარ თავსაც არ უწყდება. მაგალითად, მას ძალიან უჭირს ბოლომდე და გულწრფელად მოусმინოს ადამიანებს, იმიტომ რომ საკუთარი დაუსრულებელი ფიქრების კორიანტელში არის გახვეული. მას აღარ აქვს ჭეშმარიტი ემპათიის განცდის რესურსი, ისი არის გამოფიტული თავისი შინაგანი ორთაბრძოლით საკუთარ თავთან. გარედან ჩანს ძალიან კომუნიკაბელური თბილი ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ ჩაკეტილი პერსონაა, მაგალითად, სიკვდილივით ეზარება და ძულს წასვლა სადღაც ისეთ ადგილებში, სადაც არის ბევრი უცხო ადამიანი, ან არის ბევრი არაპროგნოზირებადი სიტუაცია, რამაც შეიძლება მისი იმიჯი რაღაცნაირად საფრთხის ქვეშ დააყენოს.
ამ იმიჯზე ის წლების განმავლობაში ძალიან რუდუნებით მუშაობს. თუმცა აი ასეთ ადგილებში წასვლაზე იგი უარს მაინც არ ამბობს, ქორწილია ეს მაგალითად თუ კორპორატიული წვეულებაა, რადგან ესეც მისი იმიჯის შემადგენელი ნაწილია. თუ წავა და იქ შემდეგ მოდუნების საშუალებას მისცემს თავის თავს და შენიშნავს, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნა, მაშინ ძალიან ბედნიერია და ამბობს, რომ საერთოდ არ ველოდი, არ მინდოდა იქ წასვლა, რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთ კარგ დროს გავატარებდი. ძლივს ბოლოს და ბოლოს ცოტა მოდუნდა. თუ ამ ჩამონათვალში და სიაში საკუთარი თავი ამოიცანი, არა და არ ნიშნავს ეს, რომ რაღაც უსაშველო გჭირს, ან რაღაც გაკლია. მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს ეს იმას, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდი ყოფილიყავი კარგი და ძლიერი, ახლა დაიღალე და უბრალოდ გაქვს სურვილი, რომ საკუთარ თავს მისცე თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება. მცდელობა, რომ ჩვენი მიღწევები და ჩვენი წარმატება იყოს ჩვენი თვითშეფასების განსაზღვრელი, არის ერთგვარი მახე. უბრალოდ ამ მახის ტყვეებად ვიქეცით დროთა განმავლობაში და ახლა უნდა ვიპოვოთ ამ მახიდან გამოსაღწევი გზები. განვაგრძოთ ხმამაღლა ფიქრი ამ თემაზე კვლავ, რადგან როგორც ჭეშმარიტ პერფექციონისტებს და ფრიადოსნებს შეჰფერით და ეკადრებათ, თემა შეძლების დაგვარად მაქსიმალურად უნდა ამოვწუროთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ჩემი ვიდეოები და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, სურვილები და ასევე გამოცდილებები. დროებით შემდეგ ვიდეომდე.